ჩვენ ახლა დღეს გვქონდა დილით ადვოკატებს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის და საზოგადოების გაცნობის ასე თქვათ ბრიფინგი, სადაც მიეცა საშუალება, რომ საზოგადოებას უფრო დეტალურად ენახა და თვითონ დარწმუნებული იყო იმ საკითხში, რომ რეალურად ეს მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს, რეალურად ვერ ადგენს ალექსანდრე ელისაშვილის ბრალეულობას, რო არ ეგონოს საზოგადოებას, რომ ეს არის უბრალოდ ადვოკატების სტრატეგია, ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოებამ ნახოს ის მტკიცებულებები, რა მტკიცებულებებითაც ცდილობენ ალექსანდრე ელისაშვილი მოიხსენიონ როგორც ტერორისტად და რა თქმა უნდა, ის მოგეხსენებათ, რომ სამსუზანესავე მუხლი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას და ჩადენას ედავებიან და ეს არის 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად ნახოს ის მტკიცებულებები, რა მტკიცებულებებით საქმეში დევს და მარტივად ახლა თქვენი დრო რო არ წავიღო, გეტყვით რა მტკიცებულებებზე არის საუბარი. ერთი მთავარი არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არის წარმოდგენილი პროკურატურის მხრიდან, ტელევიზიაშიც თქვენ ნახეთ გავრცელებული კადრები, სადაც იყო წითლად მიწერილი, რომ ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გადაადგილდება ვითომც ქუჩაში და მიემართება სასამართლოს მიმართულებით და შემდგომ უკვე იქ აჩენს ცეცხლს. აღნიშნულ მტკიცებულებებიდან კარგად ჩანს, რომ ერთი თვითონ ექსპერტიზა, მათივე ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები უარგისია პირის იდენტიფიცირებისათვის და მეორე, ეტყობა სიჩქარეში ცოტა შეცდომები დაუშვეს და გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ დროებში არის ცდომილება, ჩვენ გვაქვს აი შემიძლია გაჩვენოთ, არ ვიცი ახლა რამდენად გამოჩნდება ეს მტკიცებულებები. ერთი და იგივე დროს არის ადამიანი, რომელიც ცეცხლს აჩენს სასამართლოსთან და ადამიანი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდება. ანუ პროკურატურა ამბობს, რომ ალეგო ელისაშვილი ერთი და იგივე დროს ორ სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდა, რაც ხო აბსურდი არის, რაც ამ აბსურდულ საქმეში, რომელიც არის თეთრი ძაფით ცუდად საუბრობთ ახლა მეორე ეპიზოდზე, ხო, ბატონო გიორგი? მეორე ეპიზოდთან საუბრობთ, საზოგადოებამ შეარქვა ძაღლების საქმე, პირდაპირ იმიტომ, რომ რეალურად არც ერთი მოწმეა საქმეში არ არსებობს და ერთადერთი მოწმე ამ შემთხვევაში არის ძაღლები. რატო საუბრობთ, რამის მონგრელია, მაგრამ მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ რეალურად ამ საქმეში არც ერთი ეს არ არის მარტო დაცვის სტრატეგია და მტკიცებულება შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი უკვე და შეუძლია ნახოს და თვითონ დარწმუნდეს ამ ჩემს სიტყვის სისწორეში, რომ არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება არსებობს, რომ ალეგო ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. აქ არის ერთადერთი მხოლოდ ოდოროლოგიური კვლევა, ეს არის სუნის ნიმუში და ამ სუნის ნიმუშსაც ორი სიტყვით გეტყვით. რატომ არის აი ეს ნაწილი, ეს მტკიცებულება ნაკლებად სანდო, გულისხმობს სუნის ნიმუშს? კი, რადგანაც ზოგადად კრიმინალისტიკაში ამ სტანდარტი არსებობს შესაბამისი და სამართალში ზოგადად არის პირდაპირ მტკიცებულებები და ირიბი მტკიცებულებები. ოდოროლოგია ყოველთვის არის როგორც დამხმარე მტკიცებულება და ადამიანი რომ დამნაშავედ იყო ცნობილი, საჭირო არის არა უბრალოდ რაღაც ირიბი მტკიცებულება, არამედ გონივრული ეჭვის მიღმა არსებული სტანდარტი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ანუ მტკიცებულებათა ერთობლიობამ უნდა დაადგინოს კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული და ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ოდოროლოგიური კვლევა, რომელიც არის აღებული წვიმიან ამინჩი, გარე სივრცეში, წყლის ქვეშ, ბენზინით, ცეცხლით, კვამლით დაბინძურებული და შეუძლებელია, რომ რამე სუნს იარსება და აგრეთვე მოხდარი იყო ზუსტი დადარება რეალურად ალექსანდრე ელისაშვილის სუნის ნიმუშსა და აი ახლა ჩამოთვალა ესეთ დაბინძურებულ გარემოდან აღებული სუნის ნიმუში, რომ ერთმანეთს დამთხოვდა, იყო შეუძლებელი, თან ექსპერტიზაც, რომელიც არის აღნიშნულად ჩატარებული, არ დგინდება თუ კონკრეტული ეს ძაღლები არც სქესი დგინდება, არც სერტიფიკატი გააჩნდათ თუ არა, კონკრეტულ ამიმართულებით არიან თუ არა გამოცდილები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე რომ ანუ ეს ნიმუშები რომელიც აღებული იყო ღია სივრცეში ხო და ჩვენ ხედავდით ვიდეო ჩანაწერებში ის ვიღაც შავებში ჩაცმული ადამიანი რომელიც გადაადგილდება იყო შავებში ჩაცმული ხელათმანები ეკეთ ანუ შეუძლებელი იყო რომ რამე კვალი ყოფილიყო დატოვებული და აქედან გამომდინარე რომც კი დადასტურებული იყო რომ ოდოროლოგია არ ცდება ამ შემთხვევაში ანუ სამართლებრივად საუბრობ ანუ განაჩენი რომ დადგეს ამთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ოდოროლოგიური კვლევა რადგან ცდომილების ძალიან მაღალი ხარისხია და საჭირო არის პირდაპირ მტკიცებულებები ახლა პროკურატურა პირდაპირ მტკიცებულებად როგორ დიახ აი მინდოდა რომ მეკითხა ზუსტად გარდა ოდოროლოგიური კვლევისა და ვიდეო ჩანაწერისა რომელზეც როგორც თქვენ ამბობთ თარიღებთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ ერთი და იგივე დროით თარიღდება რა მტკიცებულება დევს ამ მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ ამას ეყრდნობა გამოძიება ეს არის სრულად მათი მტკიცებულებები ეს არის მხოლოდ
ოღონ არ არის ეს მარტო ჩემი განცხადება, ეს არის მტკიცებულებები, რომელიც არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში და ჩვენ გავასაჯაროვებთ ეს ყველა მტკიცებულება და მნიშვნელოვანი არის, რომ ის ვიდეო ჩანაწერი, რაზეც არის საუბარი, თავი რომ დავანებოთ იმ სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს, სხვადასხვა ერთ და იგივე დროს სხვადასხვა ადგილზე რომ იმყოფება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი, თვითონ ეს მტკიცებულება არის, რომელიც არის დასკვნა, ასე ვთქვათ, ექსპერტიზის, რომელიც ამბობს, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები არის უარგისი, ანუ ეს ვიდეო ჩანაწერი არა გარჩევადი გამოყენებული პირის არა გარჩევადი ნიშნავს სხვა არ დგინდება არა თუ ალექსანდრე ილისაშვილი თუ არა კაცია თუ ქალი ამის დადგენასაც ვერ ახერხებს ანუ ამ შემთხვევაში ექსპერტიზა ანუ აქ დაგავდნენ საქმეში არ დეს არანაირი მტკიცებულება არის მხოლოდ ოდოროლოგია მოგახსენეთ რამ როგორი დარღვევებით არის ნაწარმოები და თან ანუ კრიმინალისტიკის ისტორიაში ალბათ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა და არ ვიცი რაღაც ჯილდოსაც იმსახურებს სავარაუდოდ ვინაიდან მსგავს შემთხვევაში ერთი წლის მერე ადამიანს დაუდარონ სუნის ნიმუში თან აღებული ღია სივრცეში ბენზინმოსხმული ცეცხლწაკიდებული და ასე ვთქვათ, კვამლით დაზიანებული და დაბიძურებული გარემოდან წყლის ქვეშ თან ამოიღონ სუფთა ნიმუში, ეს არის შეუძლებელი და რა პასუხი აქვს ბატონო გიორგი გამოძიებას ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ ორ სხვადასხვა მტკიცებულებაში ერთი და იგივე თარიღი წერია და დასტურდება რომ ერთდროულად ფიზიკურად ვერ იქნებოდა ელისაშვილი ორ ადგილას. ეს ხომ მარტივი გასაგებია, რომ ამ მტკიცებულებას პრობლემა აქვს. რა აქვს პასუხი ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას ერთი და სასამართლოს მეორე? ამ ეტაპზე აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის დრო არ არის მოსული სასამართლოში, მოგეხსენებათ, რომ არსებითი განხილვა დავიწყეთ, ქონდა შესავალი სიტყვები, თუმცა კონკრეტული მტკიცებულების გამოკვლევა არ გქონია, რითაც შევძლებდით, რომ მოგვესმინა ბრალდების მხარის პოზიცია კონკრეტულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა გზა, საშუალება, მეთოდი, რომ შეძლონ, ასე ვთქვათ, რაღაც შედარებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ. ხო, არ ვიცი, თვითონ მოწმეს მოიყვანენ, მისი ვიდეო ჩანაწერებიც არის ამ შემთხვევაში, ათქვევინებენ, რომ რაღაცა ხარვეზი ქონდა ვიდეო ჩანაწერს. ბევრი რაღაც შეიძლება მე ხوار მიცემ დირექტივას და მითითებას როგორ უნდა იმუშაოს პროკურატურამ. უბრალოდ ხო, რა თქმა უნდა, იცდებიან, თუმცა რაც უნდა ეცადონ და რამდენი ენერგიაც არ უნდა ხარჯონ ამ შემთხვევაში, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მათივე ექსპერტიზა, პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაზე ვსაუბრობ, ამბობს, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები არის უარგისი. ანუ აქედან გავდინარე თავის რო დავანებოთ, უბრალოდ თარიღი არის მნიშვნელოვანი, რომ აი უმარტივესად დგინდება, რამდენად მანიპულაციას ქონდა აღნიშნულ საქმეში ადგილი და თან თავარი რა არის, ხო? რეალურად ეს საქმე არის მოხდარი 2025 წლის 4 მაისს, ანუ 1 წელია გასული, 1 წლის განმავლობაში ეს საქმე მიმდინარეობდა როგორც სხვისი ნივთის დაზიანება და 1 წლის მერე ვითომც არ ვიცი ვიღაცა ინფორმატორმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ყოფილიყო ალექსანდრე ილისაშვილი, შეიცვალა კვალიფიკაცია ტერორიზმის მუხლით. ანუ ეგეთი რამე სამართლის პრაქტიკაში არის. ანუ მიზანი თქვენ ამბობთ, რომ მიზანი იყო, რომ დაემძიმებინათ ალეკო ილისაშვილისთვის ბრალი ამ საქმის წინა პლანზე მუხლის შეცვლით წამოწევის მიზანი ეს იყო? დამძიმება აგრეთვე ხო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეგეთი რამე სტანდარტი არ არსებობს რომ ანუ ქმედებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს კვალიფიკაცია და არა თუ ვინ არის პიროვნება ხო რა მნიშვნელობა ქონდა ის იქნებოდა ალექსანდრე ილისაშვილი თუ ნებისმიერი სხვა იყო დანაშაული ჩადენილი რა მუხლითაც იყო დაწყებული გამოძიება იმ მუხლით უნდა გაგრძელებულიყო თუ რაღაც ახალი მტკიცებულება არ შემოვიდოდა საქმეში ხო როგორც არის სტანდარტი თუმცა ფაქტია რომ პირველ საქმეში პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩატეხვის საქმე ეგრეთ წოდებული სადაც არანაირი მტკიცებულება არ აქონდათ რომ მოეხდინათ ასე ვთქვათ მისი კვალიფიკაციის შეცვლა, ანუ ამ შემთხვევაში შეიცვალა კვალიფიკაცია იმ საქმეშიც ანალოგიურად დაწყებული იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით და მაშინ ეგრაც პოშუმა გააკეთა მაღალი ტრიბუნიდან განცხადება, რომ ეს ქმედება არის ტერორისტი, ტერორიზმი და ტერორისტი არის ალეკო, ამის შემდგომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეცვალა კვალიფიკაცია და რომ გაემყარებიათ ის საქმე პირველი ეპიზოდი, ამისთვის სჭირდებოდათ და ეძებეს რა შეეძლოთ, რა გამოსავალი მოეძებნათ და ნახეს გაუხსნელი 1 წლის წინანდელი საქმე და გამოგონილი ბრალდებით, გამოგონილი მტკიცებულებებით, გაყალბებული მტკიცებულებებით მოხდა ბრალის დამძიმება და მოგეხსენებათ დანარჩენი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეუძლია იხილოს და ეს არ არის უბრალოდ დაცვის სტრატეგია, ეს არის რეალობა.